ყველასთვის კარი გახსნილი არის. აბსოლუტურად ყველასთვის. აქ არა აქვს მნიშვნელობა ცოდვიანი არის თუ უცოდველი არის. ეკლესია ეს არის დასახვეწი ადგილი. ეკლესია არის რომ იქ შენი მორწმუნეები თუ ისე შენი სასულიერო პირები დაიხმარიო რომ აი ეს დაგეხმარენ იმ ცოდვის ლოდების ჩამოხსნაში. მეტი არაფერი არ არის. მაგრამ შენ თუ ცუღლუტობ და ცბიერობ და ლოდების ჩამოხსნა კი არ გინდა რაღაცისთვის გინდა გამოიყენა ამ დროს შენ ატყუებს შენს თავსა და უბრალოდ ეკლესიას აყენებ ჭრილსა. ამიტომ თუ ადამიანი გამოსასწორებლად არ მოდის ამ ეკლესიაში ასეთი არის ეკლესიის მუწუთი და ესეთი კი ეკლესია უნდა მოიცილოს რომ გამაბრკოლებელი არ გახდეს სხვისთვის. აბა შევხედოთ ახლა რა იქნა საკითხი მამალთან დილის მიერ. ვინმე ფარისეველთაგან სთხოვდა მასთან ეჭამა პური შევიდა იმ ფარისეველის სახლში და მიუჯდა სუფრას. იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო იგი ფარისეველის სახლში ისო მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონი ჭურჭლით და დადგა უკან მის ფერხთით ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უყოცავდა ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს ხებდა. ესე იგი პიროვნება ფარისეველი ეს არის მაღალი სექტის ყველაზე უზენაესი სასულიერო პირები ღმერთთან დაახლოებულები თითქოს მათ გონი ასე თუმცა ასე იწოდებოდნენ და ამ დროს შედის ის ცოდვიანი ქალი და უჯდება იქით მაცხოვარი იესო ქრისტეს იმ ნელსაცხებელს ხებს ფარიდაშ თავისი თმებით უმშრალებს ფარისეველმა რომელიც მათ იესო მიიწვია ამის დანახვაზე თავისი თქვა ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას რადგან ცოდვილია იგივო იესო მიმართა მას და უთხრა რაღაც მაქვს შენთან სათქმელი სიმონ მან კი უთხრა თქვი მოძღვარო იესომ თქვა ერთ მევახშეს ორი მოვალე ყავდა ერთს 500 დინარი ემართა მეორეს 50 მაგრამ რა კი არ ჰქონდა რით გადაეხადათ ორივეს მიუტევა ახლა მითხარით რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი სიმონმა უთხრა მე ვფიქრობ რომელსაც უფრო მეტი მიუტევა ხოლო მან უთხრა სწორედ განსაჯეო მიბრუნდა დედაკაცისაკენ და სიმონს უთხრა ხომ ხედავ ამ დედაკაცს შენ სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფეხბადბანისათვის ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემახოცაო შენ არ გიკოცნია ჩემთვის ამას კი რაც აქ შემოვედი არ შეუწყვეტია ჩემი ფეხების კოცნა შენზეთი არ გიწყია ჩემს თავზე მან კი ნელსაცხებელი სხო ჩემს ფეხებს ამის გამო გეუბნებით მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა რადგან ძლიერ შემიყვარა ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა ცოტათი უყვარს ეხლა ეს დედაკაცსა რომ ცოდვები არ მოენანიებინა რა თქმა უნდა ის არ მიიღებდა იმიტომ შეიყვარა იესო ქრისტეს შეყვარება ნიშნავს მისი მოძღვრებით ცხოვრების შეყვარებასა სხვა შეყვარება არ არსებობს ესე რომ უფალო როგორ მიყვარ ხარ და ცოდვებში ვიტრიალ ასეთი არ არსებობს უფლის სიყვარული დაიმახსოვრეთ რომ ეს ნიშნავს რომ შეიყვაროთ მისი მოძღვრებით ცხოვრების წესი და რიგი თუ ადამიანი არ ემსახურება ამას და ეკლესიაში დადის იმიტომ რომ მიყვარ ხარ უფალო და თავის ცოდვებში ტრიალებს ეს არის საშინელი მუწუკი ეკლესიისა ეს არის საშინელი სიმსივნე ეკლესიისა რომელიც აუცილებელი არის რომ მოიკვეთოს ეკლესიიდან თუ არ ინანიებს შეგნებულადა სხვათა შორის ადამიანისათვის სიკეთის კეთება, მადლის კეთება და სიწმინდეში ტრიალი თვითონ ეს განთავისუფლება არის ლოდებისაგან. მე გავიხსენებ ერთი ვაჟა-ფშაველას ლექსი არის სახელად ამ ლექსის არის როს უკვირდები თავის თავს. ეს არ არის რომ რომელიმე პერსონაჟს ალაპარაკებს, არამედ თავის თავზე ახდენს დაკვირვებას და ასეთ სიტყვებს ამბობს. როს უკვირდები თავის თავს და არ ვემდური მეტადა
მადლს დავს თვლი ათასობითა სოდვა სამრჩება კენტა და ფრთები მესხმება ვიზრდებით სად ვიწევ გასაფრენა და გაჩნდება სადღაც ნათელი გულს ჩამიდგება სვეტა და არავს თქვა არ შემიძლია მონავარ მაშინ ჩანგისა ნაცნობნი მეუბნებიან ჭირიმე შენგის სანგისა თავადაც მომწონ სიტყვები ხმამწყობრა დადის დადისა იშლება მღერაში დნება ბუდეს სხვა ყველა დარდისა სად ცურავ ნეტარებისა ჭერი ხერთა მაქვს კალთისა უფლის და მის თამსახურთა ლოცვა კურთხევა მანდისა მადლობელი ვარ მშობლისა ჩემი გაჩენის გაზრდისა და თუ ცოდვები მომჭამდა ზდუმს ჩანგი გული ბნელიაო ვცდილობ რომ კარგად ვიმღერო კარგად გავლესო ცელი ამაოდ ვცილობ ჩემს კალავ შემოხვევია გველია ჯოჯოხეთში ვარ ვიწვები გაჩენის დღესა ვწყევლიაო ასე ყოფილა მგოსანსა თუ მადლი გამაელიაო თუ გვინდა ჩემო სიხარულებო რა ვიცივად ზეცად მოიცილად ცოდვები და დავადგეთ ჭეშმარიტები და სუფრის სახელმწიფოს შევარდებული Дякую. ჩემო სიხარულებო